საღამოშიდობის მეგობრებო, ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია. უკვე 103 დღეა პროტესტი არ ჩერდება, ჩვენს შესაბამისად გავჩერდებით. ჩვენი ამოცანაა გავაერთიანოთ ადამიანები, ვისაც სოდის გაზიარება შეუძლია და ვისაც სოდის მიღება სურს. ჩვენ ვაგრძელებთ ლექციების ციკლს, ამ კვირაში ძალიან საინტერესო ლექციებია. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მომხსენებელს ლეონელი საღამოსი. სანამ გადავართ ლექციაზე, სულ რამოდენიმე დღის წინ დავბრუნდით ჩვენ გურიაში, ვიყავით სტიქიის ზონაში, სადაც ძალიან დიდთხოვლობა დაგვატყდა თავს. მე პირადად ძალიან სიღრმისეულად შევისწავლე ეს ბოლო 3 დღეა, ყოველდღე ვცდილობ ადამიანებთან გამოვნახო კომუნიკაციის წყარო და კომუნიკაციით დავადგინოთ რასთან გვაქვს საქმე რეალურად. ჩვენი ამოცანაა რომ ყველა ესეთი ცხელი წერტილი ავღრიცხოთ, რაღაცნაირად ერთ სისტემაში მოვაქციოთ და სამოხალისეო აი ამ ჯგუფს, რომელიც გურიაში ახლა ძალიან კარგად ბოლო სტიქიის დრო ძალიან კარგად შეიკრა, აი ამ გუნდთან ერთად რაღაცნაირად დავეხმაროთ გურიას. ეხლა ამ პატარა ვიდეოს რასაც უყურებთ, ეს არის ყველაზე ნაკლებად მძაფრი ვიდეო, ეს შარშანდელი დამეწყრები ზონაა გურიაში, სადაც ახალგაზრდა ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ამ სტიქიას. მე არ მინდა დაგძაფროთ არავინ, არც არავის რაღაცა ძიმე დღეები არ გვაკლია არავის, მაგრამ მაინც რაღაცა სუბუქად მინდა დღეს წარმოვაჩინო ეს პრობლემა, მაგრამ პრობლემა გაცილებით დიდია. გურიაში არის გაცილებით სერიოზულად საქმე, ვიდრე ჩვენ აქედან უყურებთ. ჩვენი გადგილზე დაკვდა ძალიან ცუდი მდგომარეობა. გარდა იმისა, რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ, თვითონ დამეწყრები ზონების და მეწყერ საშიში ზონების გააქტიურება უკვე დაწყებულია. ხალხო, რა ვიცი, ჩვენ გურულებს შევპირდით და არა მარტო გურულებს, მთელ საქართველოს ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ არ გვინდა რომ გავჩერდეთ, ჩვენ დავიწყებთ ხვალიდან უკვე მოხალისე მაშველების გადამზადებას. მინდა რომ აი აქვე ეს დემონსტრაციულად, ვისაც სურვილი ექნება რომ აი ამ საქმეში ჩაერთოს, მოვიტყვანოთ პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც გამოცდილება აქვს სამაშველო ოპერაციებში და ის მოხალისე მაშველები, რომლებიც გურიაში აი რა ვიცი, სასწაულები აკეთეს, გადავამზადოთ და კიდევ ერთხელ ჩვენ თავზე ავიღოთ რაღაცეები. რაღაცეებში გულისხმობა, თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მიხედვას. ჩვენი ქვეყანა მისახებია ჩვენი და ამას ალტერნატივა არ აქვს. კიდევ ერთხელ გურიას და რა ვიცი, თელს ქვეყანას ჩვენი მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საღამოს ჩვენთან ერთად გატარებისთვის. გურულებო, ჩვენ არ გავჩერდებით, თქვენთან ვართ მუდამ ჟამს. მადლობა და დავიწყოთ ლექცია. ერთ-ერთმა მარშის მონაწილემ კითხა არის თუ არა ირაკლი კობახიძე განათლებული და ფიქრობდი საერთოდ რა არის განათლება ამ დროს, ან რა პერსპექტივიდან შეიძლება დავარქვათ მას განათლებული ან არა. და მივხვდი რომ ერთი დეფინიცია განათლებას არ აქვს და ჯობია რომ დავაკვირდეთ იმ პერსპექტივებს, საიდან შეიძლება შევაფასოთ ხოლმე ის თუ რამდენად არსებობს განათლება ან არ არსებობს. ამიტომ მე დღეს ვისაუბრებ ამ პერსპექტივებზე და არა ერთ კონკრეტულ დეფინიციაზე. ანუ მე შევეცდები რომ წარმოგიდგინოთ ის ერთგვარი პრიზმა ან რამდენიმე პრიზმა, საიდანაც შეიძლება დააკვირდეთ იმას, რასაც ეძახიან ხოლმე განათლებას. და ეს პერსპექტივები შეიძლება იყოს სოციალური ან პოლიტიკური, შეიძლება შევხედოთ ეკონომიკის პერსპექტივიდან, შეიძლება დავფიქრდეთ იმაზე რა არის განათლებაში კულტურის პერსპექტივიდან, ან როგორ შეიძლება შევაფასოთ კრიტიკული პერსპექტივიდან ან დემოკრატიული პერსპექტივიდან. და ეხლა გავყვები ამ პერსპექტივებს და მე შეიძლება უბრალოდ ვისაუბროთ კითხვა-პასუხიდან და თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ეხლა იმისთვის რომ წარმოგიდგინოთ პირველი პერსპექტივა ინდივიდუალისტური, ან ზოგჯერ ეძახიან ხოლმე ამას ჰუმანისტურ პერსპექტივასაც, მინდა წარმოგიდგინოთ ესეთი დოკუმენტი არსებობს საქართველოში, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც განსაზღვრავს იმას თუ რა შედეგი უნდა დადგეს ზოგადი განათლების სისტემის საფუძველზე. ეხლა თქვენ ხედავთ ამ დოკუმენტის შესავალ ნაწილს, ოღონდ ეს არის 2004 წლის ვერსია და ესეთ რაღაც ამბობს ეს დოკუმენტი, რომ საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა მიზნად უნდა ისახავდეს შექმნას ხელსაყრელი პირობები, ეს არის მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ შესაძლებლობა არსებობდეს, რომ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალი პიროვნება აღიზარდოს. ეხლა ამ პერსპექტივაში ჩანს ის, რომ
მნიშვნელოვანია იმისი გაგება, რომ ადამიანი თავისით იღებს განათლებას, მასზე მოქმედებს ყველაფერი ის, რაც მის გარემოში ხდება. სკოლა ამ შემთხვევაში არის გარემო. ან მასწავლებელი არის გარემოს ნაწილი, ხო? ან მისი ურთიერთობა გარემოსთან განაპირობებს იმას თვითონ რას ისწავლის. ეს ეწინააღმდეგება სოციალურ პერსპექტივას და სოციალური პერსპექტივის ასახსნელად მინდა მოგიყვანოთ აი ახლა წინა ზაფხულში შეტანილი ცვლილებები, რაც ქართულმა ოცნებამ შეიტანა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში. ახალ ვერსიაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ზოგადი განათლების სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ ეს მოსწავლე, ან მოქალაქეს ექნება კონკრეტული ღირებულებები. ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, სახელმწიფო უზრუნველყოფს მოქალაქის აღზრდას. ანუ სახელმწიფო არის ის, რომელიც აღზრდის მოქალაქეს. ანუ სოციალური სისტემა ან პოლიტიკური სისტემა აღზრდის მოქალაქეს და არა ის გარემო, რომლის შექმნასაც უზრუნველყოფს განათლების სისტემა. ანუ ეს გვეუბნება იმას, რომ პოლიტიკური სისტემა შეიძლება პირდაპირ ჩაერიოს რაღაცნაირად მოქალაქის ტვინში და მას გადასცეს ის ცოდნა და ღირებულებები, ამ სიტყვას ხშირად იყენებენ ხოლმე, ხო? გადასცეს, თითქოს შეგიძლია აიღოს, აიდანღაც და ჩაუდო ადამიანს თავში, ხო? ეს ეწინააღმდეგება ჰუმანისტურ ან ინდივიდუალისტურ წარმოდგენას, რომელიც წინაზე გაჩვენე. ეს არის ძალიან დიდი განსხვავება და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ მიაქცია ყურადღება, ხო? ანუ 20 წლის წინ მიღებულ დოკუმენტში იყო აღწერილი სისტემა როგორც შემაძლებელი, ხო? ანუ შენ სისტემამ უნდა მოგცეს შესაძლებლობა და მე შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო როგორი გინდა რომ ჩამოყალიბდე, ხო? ანუ როგორი ღირებულებები გინდა რომ გქონდეს, ანუ რამდენად დაინტერესდები კონკრეტული ცოდნით, რომელსაც განივითარებ და ახალ სისტემაში სახელმწიფო ამბობს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ შენ გექნება ეს კონკრეტული ღირებულებები და კონკრეტული ცოდნა. ეხლა ეს სოციალური პერსპექტივა არ არის ყოველთვის უარყოფითი პერსპექტივა, ხო? ანუ სოციალური პერსპექტივა გულისხმობს იმასაც, რომ განათლების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის თუ ჰუმანისტური პერსპექტივიდან შევხედავთ, არის შესაძლებლობის მიცემა ადამიანისთვის, რომ მან მიაღწიოს თავის იდეალებს, ან გაყვეს თავის ინტერესს, ან განივითაროს საკუთარი თავი. სოციალური პერსპექტივა გვეუბნება იმასაც, რომ ადამიანი ამ განათლების პროცესში ხდება საზოგადოების წევრი. და პრინციპში ამას ვერ გავექცევით, ხო? ანუ როცა ვაპარაკობთ განათლებაზე როგორც ორგანიზებულ ფორმაზე და არა შემთხვევით ფორმაზე, ხო? შემთხვევით განათლებაც არსებობს, ხო? მაგალითად, შეიძლება ქუჩაში რაღაც დაინახო, თქვა აპრა დაინახო და ამ აპრიდან გაიგო რაღაც საინტერესო. ხო? ანუ თქვა შეიძლება ძეგლი დაინახო, ძეგლზე წარწერაა და ამ წარწერიდან გამომდინარე შენ იგებ რომ არსებობდა ორი მნიშვნელოვანი ადამიანი, ხო? ამ შემთხვევაში ლეჯაჯაძე აკაკი წერეთელი. მაგრამ როდესაც ვაპარაკობთ განათლებაზე როგორც ორგანიზებულ რაღაც პროცესზე, მაშინ უმეტესად ეს პროცესი არის ხოლმე შესაძლებლობა, რომ საზოგადოებამ საკუთარი ღირებულებები და მისწრაფებები გადასცეს მომავალ თაობას. ეხლა გურამიშვილი ასწამოს, ხო? აქ ამ შემთხვევაში ორივეს გაერთიანება არის თითქოს. ერთი არის ის, რომ ადამიანი თვითონ უნდა აკეთებდეს რეფლექსიას იმის შესახებ, ვინ არის, მაგრამ ამ რეფლექსიაში ჩანს ისიც, რომ ესე იგი, საიდან მოვიდა, ხო, აქ შეიძლება ვიფიქროთ, რომ საუბარია უკვე საზოგადოებაზე, ამ საზოგადოების ისტორიაზე და მის მისწრაფებებზე. ეხლა ეკონომიკური პერსპექტივიდან, როცა უყურებენ ხოლმე განათლებას, აინტერესებთ ხოლმე ხშირად განათლება როგორც ინვესტიცია. მშობლები ხშირად ამბობენ, ხო, ამას, რომ მე რაღაც ფულს ვდებ ჩემი შვილის განათლებაში და იგულისხმება, რომ ინვესტიციაზე როცა ვაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენ ახლა რაღაც ფულს დავაბანდებთ და მე ველით მოგებას აქედან, ხო, რაღაცა დრო დავხარჯეთ, რაღაც სასავად, მაგრამ გვინდა რომ აქედან რაღაც მოგება მივიღო. ეხლა ეს არის ინდივიდუალურ დონეზე, როცა ვფიქრობთ ეკონომიკური პერსპექტივიდან, მაგრამ როცა სისტემებზე ვფიქრობთ ეკონომიკური პერსპექტივიდან, მნიშვნელოვანია ეს ადამიანური კაპიტალის თეორია, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს. მეორე მსოფლიო ომის მერე, როცა აკვირდებოდნენ ეკონომისტები, როგორ ვითარდებოდა
გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა და როგორ ვითარდებოდა განვითარებადი ქვეყნები, რომელსაც საწყისი ერთი და იგივე ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდათ და ერთი და იგივე მხარდაჭერა ჰქონდათ ფინანსური თვალსაზრისით, ნახეს რომ გერმანელები უფრო სწრაფად ვითარდებოდნენ ვიდრე ბევრი სხვა საზოგადოება. დაიწყეს ფიქრი რა იწვევს ამას, იმიტომ რომ თუ შენი სამუშაო ძალების რაოდენობა და კაპიტალი ემთხვევა ერთმანეთს და მხარდაჭერაც ერთნაირი აქვს, ამას ამ ორ საზოგადოებას მაშინ კიდე რაღაც სხვა უნდა იყოს, რაც განასხვავებს ამ საზოგადოებებს და მივიდან იმ დასკვნამდე რომ ამ საზოგადოების წევრების განათლების დონე იწვევს იმას, რომ მათი ეკონომიკური განვითარება სხვადასხვა სიჩქარით ხდება. ამიტომაც დღეს ხშირად, როცა განათლების სისტემების განვითარებაზე არის ხოლმე ფიქრი, ფიქრობენ იმაზეც, სად იქნება ყველაზე ეფექტური ფულის დახარჯვა, ხო? აი სად რომელ საფეხურზე ჩადებული ფული მოიტანს ყველაზე მეტ ეფექტს. მაგალითად, საბავშვო ბაღში ჩადებული ფული უფრო მეტ ეფექტს მოიტანს თუ უნივერსიტეტებში ჩადებული ფული ეკონომიკური თვალსაზრისით, ან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. თქვენი აზრით, რომელ დონეზე უფრო მეტს მიიღებთ? საბავშვო ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი? ხო, ან სხვები რას ფიქრობთ? რაც უფრო ადრე თუ რაც უფრო გვიან? მაგალითი გვაქვს რომ გვიან არის ჩადებული ის ქვეყანა არის ნომერ პირველი პროდუქტი. სტატებზე მაგალაპარაკი. ხო, მაგრამ ამისი გენერალიზება შეიძლება თუ არა არ ვიცი, როდა გამახსენდეს მაგალითი. ხო, საინტერესოა. საშუალო განათლება არის ძალიან დამოუკიდებლად. პრინციპში თუ კერძო სკოლა არ არის და უნივერსიტეტები აქვს ძალიან მაგარი და ქვეყანა არის ხა ტრაფისტოს მეგობრია. ხო, ეგ თავისთავად საინტერესო კითხვა, არის თუ არა განათლებული ქვეყანა, რომელიც ირჩევს ისეთ პრეზიდენტს, რომელიც რაღაც. მაგრამ ხო საინტერესო არგუმენტია, თუ ვიცით რომ რომელიღაც ქვეყანაში გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს ქვეყანა მეტ ფულს აბანდებს უმაღლეს განათლებაში ვიდრე თქვა ადრეულ განათლებაში, ეს არის თუ არა არგუმენტი იმისთვის, რომ თქვათ რომ უმაღლესში ჩადება უფრო მეტი ეფექტის მომტანია. პრინციპში ეს არგუმენტი არ გამოდგება სავარაუდოდ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, ჩვენ არ არა, რომ გამოიყენოთ არგუმენტად, უკეთესი იქნებოდა დავფიქრდეთ, ესე იგი, იმ შესაძლებელ ვერსიაზე ამერიკის, როდესაც ამერიკა მეტ ფულს ახარჯავდა საბავშვო ბაღებში. ხომ არ მივიყევდით უკეთეს ეკონომიკურ ზრდას. თან ამერიკის შეერთებული შტატები განსხვავებული, სრულიად განსხვავებული შემთხვევა, იმიტომ რომ მათი ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია ბევრ სხვა ფაქტორზე გარდა განათლების, მათ შორის მსოფლიოში სავაჭრო პირობების დაწესებასთან და იმის შესაძლებლობასთან, რომ უკარნახოს სხვა ეკონომიკური პოლიტიკა. მაგრამ ქრისტინემ რაც თქვა, არის სწორი, საბავშვო ბაღში დახარჯული თითოეული ლარი უფრო მეტ შედეგს იძლევა ეკონომიკური თვალსაზრისით, ვიდრე უმაღლესებში დახარჯული ფული. ეხლა ეს ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ამის ცოდნა, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილად ვიყოთ ხოლმე, როდესაც ამ პერსპექტივიდან ვიღებთ გადაწყვეტილებებს. აი მაგალითად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ დაწყებით განათლებაში ან საბავშვო ადრეულ განათლებაში უნდა დაიხარჯოს ფინანსური მხარდაჭერა, რასაც აძლევენ ხოლმე ქვეყნებს და პრინციპში ბევრი კვლევით არის დადასტურებული, რომ ეს სტრატეგია არ არის მაინდამაინც სწორი. ანუ კი, უფრო მეტი ეფექტი აქვს თითოეულ დახარჯულ დოლარზე, მაგრამ თუ გინდა მეცნიერების განვითარება, ტექნოლოგიების განვითარება, უსაფრთხოების განვითარება, არ არის საკმარისი ადრეული განათლება და საწყისი განათლება, ხო, როცა ბავშვი სწავლობს წერას, კითხვას და ანგარიშს ძირითადად. როდესაც უყურებთ განათლებას ნაციონალური ან ნაციონალისტური პერსპექტივიდან, აქ უკვე მნიშვნელოვანი ხდება განათლების როლი ერის ჩამოყალიბებაში. ხო, ახლა ჩვენ როცა ფიქრობთ იმაზე, როგორები ვართ, ჩვენ შეიძლება ესე იგი ჩვენი ღირებულებების და წარმოდგენების საფუძველი მოძებნოთ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში. ანუ რეალურად ჩვენ საქართველო როგორც წარმოგვიდგენიათ, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სწორედ აი ამ ხალხის
წარმოდგენებზე და მათ შექმნილ საგანმანათლებლო სისტემაზე, ხო? როცა ვთქვათ, ისინი ქმნიდნენ არა მხოლოდ სკოლებს ზოგადად, არამედ ისინი ქმნიდნენ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ქართველი. განათლების სისტემები თანამედროვე ერში ესე იგი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. პრინციპში ორი ესეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, მედია და განათლება, რომელიც აყალიბებს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ ვინ ვარ ჩვენ და ვინ გვინდა რომ ვიყოთ. ხომ და ეს განათლების სისტემა თანამედროვე ერების ჩამოყალიბებაში ასევე ეკონომიკური პერსპექტივიდანაც მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ როდესაც იქმნება ახალი ერი, რომელიც აღარ არის ასე ვთქვათ ფეოდალურ პრინციპზე აგებული, არამედ არის კაპიტალისტურ პრინციპზე აგებული, უკვე მნიშვნელოვანია რომ ეს მთელი ერი იყოს როგორც ეძახიან ხოლმე მობილური, ხო? ანუ ადამიანს უნდა შეეძლოს რომ ერთი რეგიონიდან წავიდეს მეორეში და იმ რეგიონში რომ მივა, იქ რომ დასაქმდება, იქ დასაქმებელი რაღაც ინსტრუქციებს რომ მისცემს, მისთვისაც გასაგები უნდა იყოს და არა მხოლოდ იმ რეგიონის წარმომადგენლისთვის. ანუ მაგალითად ხევსური რო ჩავა აჭარაში, მისთვის გასაგები უნდა იყოს, რას ეუბნება აჭარელი დასაქმებელი. ანუ სანამ თანამედროვე განათლების სისტემები შეიქმნებოდა, ეს ცოტა უფრო რთული იყო, იმიტომ რომ მაგალითად ერთი და იგივე ენაზეც არ ლაპარაკობდა ეს ხალხი, იგულისხმება სხვა დიალექტებზე საუბრობდნენ და ეს სტანდარტიზებული ენა არ იყო გავრცელებული მათ შორის. ანუ ეხლა რთულია, ხო, ხანდახან დიალექტების გაგება. მე მიჭირს ხოლმე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე მიჭირს, მეც და იმ ადამიანებს ვიცით რა არის სტანდარტული ქართული ენა, ხო? რასაც სალიტერატურო ქართულ ენას ვეძახით ხოლმე და ამას ამკვიდრებს განათლების სისტემა. ასე განათლების სისტემა ქმნის ერს. აი მაგალითად, როდესაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ქმნიდა სახელმძღვანელოებს, უბრალოდ წერას და კითხვას კი არ ასწავლიდა, არამედ საერთო მოთხრობებს ასწავლიდა ხალხს, ხო? ანუ მაგალითად, პატარა კახის ამბავი მეგრელებისთვისაც მნიშვნელოვანი უნდა გამხდარიყო, ხო? აი საბავშვო საკითხავი წიგნებით და ცხაზმა ხერხეულიძე წიმერლებისთვის და ასე შემდეგ, ხო? ესე რომ ხდებოდა ამ წარმოდგენების გავრცელება, ანუ რეალურად ისინი ქმნიდნენ ქართულ ერს, იმითი რომ არსებდნენ ამ სკოლებს და ეს შემთხვევითი არ იყო, ეს გაცნობიერებულიც ჰქონდათ. მაგალითად, ბაბუაჩემის მამა იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ჯერ სენაკში იყო მასწავლებელი და მე სკოლის დირექტორი, მერე სოხუმში. და არის ესეთი საინტერესო წერილი, ის წერს გოგებაშვილს და ესეც საყვედურის წერილია, რომ შენო სხვადასხვა წიგნებად რო დაყავიო, რაღაც საკითხავი წიგნი ცალკე, ბუნების კარი ცალკე, რაღაც ანბანის სასწავლი წიგნი ცალკე, ესენი უფრო ძვირი უჯდებათ ბავშვებს და ვერ ყიდულობენო. და სთავაზობს რომ გააერთიანოს ეს წიგნები, რომ უფრო იაფი გამოვიდეს, ხო? ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს საქართველოში, რომ სახელმწიფოები ძვირია. და იქიდან ესეთ პასუხს იღებს გოგებაშვილისგან, რომ შენო ეთქვა ვერ ხვდები რომ ამ წიგნების მნიშვნელობა რა არის, ხო? ეს ამ წიგნების მნიშვნელობა არ არის უბრალოდ ის, რომ რაღაცის საკითხვა შეუძლიათ, ეს როგორც გოგებაშვილი აღწერს, ეს წიგნები არის ნაღმოსანი კატერებიო, რომლებიც ადიან მდინარეებში, ღელეებში და მიაქვთ ცოდნა სხვადასხვა სოფლებში. ხო, ანუ ის უყურებდა ამას როგორც რაღაც სამხედრო ოპერაციას, როდესაც ეს ქართული ენა, საქართველოს ისტორია და წარმოდგენები საკუთარ იდენტობაზე ვრცელდება მთელ საქართველოს ტერიტორიაზე, ან იმ საქართველოს ტერიტორიაზე, რაც მათ წარმოედგინათ საქართველოს. კიდევ ერთი პერსპექტივა, რაც მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ, არის კულტურული პერსპექტივა. ყველა განათლების სისტემა ეყრდნობა რაღაც წარმოდგენას იმის შესახებ, რა არის ღირებული კულტურაში და რა არ არის ღირებული. ხო, ახლა დიალექტებზე რომ ვაპარაკობთ, მაგალითად დიალექტი არ ითვლება ღირებულად განათლების სისტემაში. ჩვენ არ ვაფასებთ ხოლმე იმ მრავალფეროვნებას, რაც საქართველოში არის, ხო, როცა არა მხოლოდ დიალექტებს, არამედ ენებს უგულვებყოფთ, ხო? და ეს მაგალითად კულტურის მნიშვნელობა განათლებაში ითარგმნება ხოლმე შემდეგ შესაძლებლობებში, რაც ბავშვებს აქვთ. მაგალითად, მე თუ არ ვარ დომინანტური კულტურის წარმომადგენელი და განათლების სისტემა ამ დომინანტურ კულტურას ეყრდნობა, მაშინ შეიძლება ჩემი შანსები იყოს უფრო მცირე, ვიდრე იმ ხალხის, ვინც ხო, უფრო ახლოს არის ამ დომინანტურ კულტურასთან. დომინანტურ კულტურას შეიძლება ჩავთავოთ არა მხოლოდ მაგალითად, რა ვიცი, ენა, ხო, რაზეც მეტყველებენ, თქოთ, მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში თბილისელები, ხო, რაც უფრო გავრცელებულია და რაც ითვლება უფრო
ასე ვთქვათ, ამაღლებულ ვერსიად ქართული ენის. არამედ ამ დომინანტურ კულტურაში იგულისხმება ისიც, მაგალითად, როგორ მუსიკას უსმენს ადამიანი, ხო, მაგალითად, კლასიკურს თუ რაღაცა, ასე ვთქვათ, ბაიათებს უსმენ და არა კლასიკურ მუსიკას, დიდი ალბათობით ხო, ну გოიმი ხარ შეიძლება დაგარქვან, მაგრამ მეორე არის რომ კიდე პრივილეგიას გაძლევს კლასიკური მუსიკა, იმიტომ რომ მაგალითად ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დიდი ალბათობით რაღაც კითხვა იქნება კლასიკურ მუსიკაზე, მაგრამ არ იქნება ბაიათების შესახებ. და შენთვის შეიძლება უცხო იყოს. ან მაგალითად შენ მშობლებს თუ დაყავხარ მუზეუმებში, თეატრებში, სპექტაკლებზე, შენი განათლება უფრო ახლოს იქნება იმ დომინანტურ კულტურასთან, რომელიც მერე გეხმარება შენ წინსვლაშიც. ხო, ახლა უბრალოდ მარტივად რომ გაიაზროთ, წარმოვიდგინეთ რომ ორი ადამიანი გადის გასაუბრებაზე და ერთი ლაპარაკობს დიალექტზე და მეორე ან სამსახურის გასაუბრებაზე და მეორე ლაპარაკობს სალიტერატურო ქართულით, რომელს უფრო მაღალი შანსი ექნება იმისთვის რომ დასაქმდეს. ანუ ეს კულტურა ეხმარება საზოგადოების ფენებს რეპროდუცირებაში. ან მაგალითად რეპროდუცირებაში იგულისხმება ის, რომ ის დომინანტური პოზიციის მქონე ჯგუფები ახერხებენ იმას, რომ მათი შვილები ასევე დომინანტური ჯგუფების წევრები ხდებიან, აგრძელებენ ამ ჯგუფის წევრობას. ეხლა მე მაგალითად როცა ვამბობდი, რომ ბაბუაჩემის მამა იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, მე ბაბუაჩემიც იყო აკადემიური სივრცის წევრი, მამაჩემიც იყო აკადემიური სივრცის წევრი და ჩემთვისაც ამიტომ მარტივი იყო, რომ ამ სივრცის წევრი გავხდარიყავი. მაგრამ თუ სხვა ადამიანის მშობლებს განათლება არ ქონდათ, უმაღლესი განათლება არ ქონდათ, ან საშუალო განათლებაც არ ქონდათ, ხო? მათ უფრო უჭირთ კონკურენციაში შემოსვლა იმ ადამიანებთან, ვისაც ესეთი გაკვალული გზის გავლა უწევთ. და ეს ანუ მე პრივილეგირებული ვიყავი არა მხოლოდ იმიტომ, რომ მაგალითად, ნაცნობების ქსელი იყო უფრო ფართო, ხო? რაღაც სფეროებში ჩემთვის ვიდრე სხვისთვის. ანუ სოციალური კაპიტალი კი არ ქონდა მხოლოდ, არამედ ქონდა კულტურული კაპიტალი. და ეს კულტურული კაპიტალი არის ის ღირებულებები, რასაც ბავშვობიდან უნერგავ შენ შვილს სხვადასხვა გზით, მათ შორის ესე რაღაც ირიბად, როცა აზიარებ იმ რაღაცა მაღალ კულტურას, როგორც ხანდახან ვეძახით ხოლმე სხვა საზოგადოებაში. კრიტიკული პერსპექტივიდან თუ შევხედავთ აი ამ ვითარებას, როდესაც ადამიანების ნაწილი განათლების, მათ შორის განათლების გავლით უფრო პრივილეგირებულები არიან ვიდრე სხვები, მაშინ მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრებაც, ხომ არ არის ხანდახან განათლება სპეციალურად მოწყობილი. არა შევთხოვით ისე მოწყობილი, რომ ვიღაც იყოს პრივილეგირებული, არამედ სპეციალურად მოწყობილი ისე, რომ ნაწილ ადამიანების ჯგუფებს შეეძლოთ უფრო მეტის მიღწევა განათლების გამოყენებით. აქ მარქსისტული პერსპექტივიდან, როცა უყურებენ ხოლმე, აგვირდებიან იმას, არის თუ არა კონფლიქტი საზოგადოებაში და ამ კონფლიქტის შენარჩუნებას უწყობს თუ არა განათლება ხელს. ხო, მაგალითად, ზოგიერთ საზოგადოებაში, აი მაგალითად პაულო ფრეირი, ხო, ახლა აქ ვისი სურათიც არის მოყვანილი, ბრაზილიაში დაიბადა და გაიზარდა. ბრაზილიაში მაგალითად არჩევნებში ხმის მიცემა შეგეძლო, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წერა-კითხვა იცოდი. ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვათ, რომ აქაც კარგი იქნებოდა ეს, მაგრამ ეხლა რას იწვევს ეს, ხო, რომ ადამიანებს უბრალოდ რაღაც უფლებები აქვთ მხოლოდ მაშინ, თუ მათ აქვს შესაძლებლობა, რომ განათლება მიიღონ. და სპეციალურად ბრაზილიაში ცდილობდა მთავრობა, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს მიეღო განათლება, იმიტომ რომ მათი, ასე ვთქვათ, ძალაუფლება არ დამდგარიყო ეჭქვეში. ესეთი მაგალითები შეგვიძლია მოუძებნოთ არა მხოლოდ ასეთ უკიდურესად ვთქვათ არათანასწორ საზოგადოებაში, არამედ ჩვენ საზოგადოებაში შეიძლება ვიპოვოთ, ხო? მაგალითად, თუ ჩვენ დავაკვირდებით იგივე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს, ნახავთ, რომ დედაქალაქის სკოლადამთავრებულების შედეგები საშუალოდ არის უფრო მაღალი ვიდრე სხვა ქალაქების სკოლადამთავრებულების და ქალაქების სკოლადამთავრებულების არის საშუალოდ უფრო მაღალი ვიდრე სოფლების და მით უმეტეს მაღალმთიანი სოფლების კურსდამთავრებულების თუ სკოლადამთავრებულების. ეს ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქის მოსწავლეები, როცა ამთავრებენ სკოლას,
უმაღლესი ჩაბარების დროს არიან პრივილეგირებულები. ეხლა ამის შეცვლაზე რომ დავიწყოთ საუბარი, პირველი ვინც გააპროტესტებს ამ ცვლილებას იქნება დედაქალაქის ბავშვების მშობლები. და ისინი შეეცდებიან რომ შეინარჩუნოს ის სისტემა, რომელიც მათ შვილებს პრივილეგიას აძლევს. რა თქმა უნდა, პირდაპირ არ იტყვიან იმას, რომ მე მინდა რომ ვიღაცას ნაკლები შეეძლებლობა ჰქონდეს. აუცილებლად იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ იქნება კორუფცია, დავიღუპებით, ბავშვებს არაფერი არ ეცოდინებათ და ასე შემდეგ. ამ დროს სინამდვილეში, მაგალითად, მისაღებ სისტემაზე ზოგ შემთხვევაში საერთოდ აზრი არ აქვს გამოცდების ჩატარებას, იმიტომ რომ ზოგიერთ ფაკულტეტზე, ზოგ უნივერსიტეტში უფრო მეტი ადგილია ვიდრე აპლიკანტია, ხო? თქვა 100 ადგილზე შეიძლება 50 ადამიანს უნდადეს მოხვედრა, მათ უტარებთ გამოცდებს, ანუ ვახარჯებთ ფულს, იმიტომ რომ დადიან ისინი რეპეტიტორებთან და შემდეგ კიდე ვაჯერებთ მათ ერთმანეთთან და ამას დიდი აზრი არ აქვს. ესენი სხვა ფაკულტეტზე ცდილობენ მოხვედრას, იქ დიდი ალბათობით ვერ მოხვდებიან თუ არ არიან პრივილეგირებული სოციალური ან გეოგრაფიული წარმომავლობის. მაგრამ მაინც ეს ამ სისტემას ვინარჩუნებთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში უფრო დარწმუნებულები ვართ, რომ უფრო სამართლიანია ეს სისტემა. მარქსისტული პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, არ იქნება ეს უფრო სამართლიანი. რაც შეეხება დემოკრატიული პერსპექტივიდან, როცა ვუყურებთ სისტემას, დემოკრატიული პერსპექტივა გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანია არა ის რა გვინდა რომ გადავცეთ მოსწავლეებს, არამედ ის პროცესი, რაც მიმდინარეობს განათლების მიღების დროს. ანუ განათლებას შეიძლება შევხედოთ არა როგორც შედეგს, არამედ თავისთავად ღირებულ პროცესს. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოაზროვნე ჯონ დიუი, მე-20 საუკუნის არა მხოლოდ განათლებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოაზროვნე, არამედ პრაგმატულ ფილოსოფიაშიც და ის ესეც საინტერესო ფრაზას აყალიბებს, ანუ ესეც საინტერესო მოსაზრებას აყალიბებს, რომ ჩვენ მოსწავლეები კი არ უნდა ვამზადოთ მომავალი ცხოვრებისთვის, არამედ ისეთი განათლების პროცესი უნდა შევიმუშაოთ, რომელიც მათთვის იქნება საინტერესო თავისთავად იმ განათლების მიღების პროცესშივე. და კარგად თუ დავფიქრდებით, ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებთ განათლების პროცესში. და თუ ამ ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებთ იმ პროცესში, მაშინ ამ ბავშვებისთვის ის დრო უნდა იყოს ღირებული და არა ის დრო, რომელიც მოვა როდისღაც მომავალში. ანუ ამ პროცესს ვეძახი დღევანდელ არსებულ ვითარებას თუ პრინციპს ლოდინის პედაგოგიკას, ხო? ანუ ჩვენ რეალურად ბავშვებს ვეუბნებით, რომ ხა დაელოდე როდისღაც და კენწეროში გატკბილდების, ხო? ანუ ეხლა უნდა იტანჯოთ, მაგრამ მერე იქნება რაღაცა 6-4-ის მაგვარი დრო, როდესაც შენ თვითონ გადაწყვეტ რა გააკეთო, რას ისწავლი, რას არ ისწავლი, სად იმუშავებ და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა ამ წუთას შეიძლება შენი სწავლა ტანჯვაც იყოს. ეხლა ის გორამიშვილი მოიყვანე როგორც კარგი მაგალითი, მაგრამ სწავლა მოსწავლეთაში საკმაოდ რთული ისეთი რთულად გადასახარში ფრაზებიც არის, ხო? მაგალითად არ უნდა მაგალითად მოგვიწოდებს რომ წკეპლა არ დავინანოთ მოსწავლეებისთვის, ხო? იმიტომ რომ კენწეროში მაინც გატკბილდება და ის გაიხსენებს სიხარულით რომ აი ესე დააძალეს სწავლა, მაგრამ დემოკრატიული პროცესი განათლების გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელი სწავლობს, მაშინ როცა ასწავლის და მოსწავლეც სწავლობს. ნუ მასწავლებელი კი არ არის რაღაც რაღაც ეზოთერული ცოდნის მფლობელი, რომელსაც უნდა ეზიაროს მოსწავლე, არამედ ისინი ერთად ცდილობენ რაღაცის შესწავლას. ამიტომაც დემოკრატიული განათლების პერსპექტივა უფრო მეტად მოგვიწოდებს იმას, რომ რა ვიცი, ვიყოთ ექსპერიმენტულები, არ კონდეს ძალიან კონკრეტული მიზანი, არამედ თავად პროცესზე ვიყოთ ორიენტირებული და ვცადოთ ბევრი სხვა რაღაც იმისთვის, რომ თავისთავად ეს პროცესი გავხადოთ საინტერესო. ანუ რომ შევაჯამოთ, ხო? ან ჩვენ განათლებას შეგვიძლია შევხედოთ ბევრი სხვა პერსპექტივიდან. ანუ შეგვიძლია კიდე დავამატოთ სხვა პერსპექტივებიც, მაგრამ თავისთავად ეს პერსპექტივები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ის რაც არც თუ ისე ადვილად მოსახელთებელია, ხო? თავისთავად რომ გავსაზრდოთ რა არის განათლება, ერთი კონკრეტული დეფინიციის მოფიქრება შეიძლება გაგვიჭირდეს, მაგრამ თუ გვეცოდინება რომ შეიძლება სხვა პერსპექტივიდან შევხედოთ, მაშინ უფრო ფრთხილები ვიქნებით ხოლმე გადაწყვეტილების მიღების დროსაც და იმ განათლების სისტემის შეფასების დროსაც, რომელიც შეიძლება მოგწონს ან არ მოგწონს. ამე კითხვები ან რეაქციები ხო არ გაქვთ? გაჩვენ რა პერსპექტივიდან შევხედათ. რამდენად განათლებულია კობახიძე. მაგალითად ინდივიდუალისტური და
ჰუმანისტური პერსპექტივიდან გამომდინარე განათლება არის ცოდნის, უნარჩვევების და ღირებულებების ერთობლიობა. ეს რაც გულისხმობს, რომ მაგალითად ცოდნა შეიძლება მე ვიცოდე როგორ უნდა ავაგო ატომური ბომბი. კონდეს უნარჩვევები, ანუ შემეძლოს რომ ავაგო ატომური ბომბი, მაგრამ ღირებულებებმა უნდა მითხრას მე ღირს თუ არა ამის გაკეთება და ღირს თუ არა მე ამ ბომბის გამოყენება. აი მე მგონი აი მესამე კომპონენტში გვაქვს თავარი პრობლემა, თავი დავანებოთ იმ პირველ ორს, ხო? ანუ ცოდნას და უნარებშიც შეიძლება კონდეს. ანუ როგორც თვითონ იტყოდა, IQ-ში ნაკლები პრობლემა გვაქვს მის შემთხვევაში, მაგრამ ზრდილობაში და კულტურაში ისე რა. აი და საერთოდ მან შეიძლება ესეთი კითხვა, შეიძლება თუ არა ბოროტ ადამიანს განათლებული უწოდოთ და ზოგიერთი პერსპექტივიდან ანა, მაგალითად ეკონომიკური პერსპექტივიდან სულ ერთია ბოროტია თუ კეთილია ეს ადამიანი, თავი რომ ეკონომიკა ვითარდებოდეს. მაგრამ კრიტიკული პერსპექტივიდანაც ბოროტს რას ვეძახით ეს ამის განსაზღვრა ხდება, ანუ საზოგადოების საკეთილდღეოდ რას აკეთებს ადამიანი და სხვებისთვის რას აკეთებს. ეს ხდება მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე თუ ვიტყვით რომ ადამიანი არის განათლებული მაშინ, როდესაც აქვს მაღალი დონის ცოდნა, აქვს კარგად განვითარებული უნარები, მაგრამ ასევე აქვს მორალური თვისებები, რაც მნიშვნელოვანია, ხო? აი მორალის არ არსებობის შემთხვევაში ვიტყვით რომ არა, ეს ადამიანი არ არის განათლებული. ანუ ჰიტლერი, სტალინი აბაში აღარ ჩაითვლებოდა განათლებულ ადამიანად. განათლება სხვადასხვა შეიძლება ქონდეს ცოდნა რაღაცა უნარები მე შეიძლება გავიმეორო ხო ჩემთვის აი ცოდნა და განათლება მაგალითად სულ ვამბობ არის სხვადასხვა შეიძლება ქონდეს ცოდნა რაღაცა აი პირდაპირ მაგრამ საერთო განათლება არ აი სხვა რაღაცაში არ განათლება შეიძლება აი რაღაცა პროფესიაში ქონდეს განათლება იქაც და ისაც გესმოდეს ისიც გესმოდეს ყველაფერი გესმოდეს და ეს არის განათლება ჩემია მაგრამ აი კონკრეტულად რაღაცა რომ უცოდე ის არის ცოდნა და არა განათლება შეიძლება თუმცა ხო ანუ აქ ლაპარაკია ხო ანუ ცოდნა არის განათლების ნაწილი, მაგრამ შეიძლება არ იყოს საკმარისი რომ განათლებაც ჩავთავოთ, ხო? აუცილებელი ნაწილი არის. ანუ კიდე ხანდახან ეძახიან ხოლმე ერუდირებულს, ხო? როცა ადამიანს ბევრი რაღაცა აქვს წაკითხული. მაგრამ შეიძლება განათლებულად არ ჩავთავოთ, იმიტომ რომ სინთეზი უჭირს ხოლმე ადამიანს ამის. ხო, მაგალითად იგივე ის რო ავიღოთ გურამიშვილი, ხო? ესეთ საინტერესო მე ხო პრინციპში ისმის ხო ისეც რა ანუ გურამიშვილი ამბობს ესეც საინტერესო ფრაზას რომ ჭკუა უხმარა რიხთათვის ხო ხო ვაგონებით მოიხმარები ხო მიკროფონები აქვს და მაინც რომ მიიტანოთ ხო კი ბატონო მოდი დავუჭირო მოსავდე ხო დავიჭერ ხო ხო ანუ ჭკუა ასევე უნდა გონებით მოიხმარ თუ რა თქვა ცოდნა გონებით უნდა მოიხმარებოდეს ანუ არ არის ესეთი მარტივი რამ მაგრამ კიდევ ერთხელ ანუ ყველაზე მარტივი გასაგები არის როცა გაქვს ცოდნა უნარები და ღირებულებები და ამის და ამას ეხლა თანამედროვე განათლების კონცეფციებში ეძახიან ხოლმე კომპეტენციას ანუ შენ კომპეტენცია გაქვს რომ მაგალითად ანუ იცი მაგალითად როგორ უნდა მიხვიდე აქედან თქვათ სადღაც მაგრამ უნდა მიხვიდე თუ არ მიხვიდე ეს განსხვავებას უნდა მიიღო ხო ანუ ღირებულებებიდან გამომდინარე ანუ შენ გაქვს გეოგრაფიული კომპეტენციაც ხო ხო ანუ მარტივი არ არის რომ ადამიანზე ვისაც რაღაც უბრალოდ ინფორმაცია აქვს თქვათ რომ არის განათლებული ან რომ ის არის კომპეტენტური რაღაცის კეთებაში აი თუ საზოგადოებაში სადაც არის დეპუტატი საერთოდ ფართოდ თქვენ ვფიქრობთ განათლება ზუსტ განათლებული ადამიანები არ ვიცი მე ასეთ ხალხს ვუტრია ხო ძალიან კარგი კითხვაა ესე იგი ფასდება თუ არა განათლება საქართველოში ხო საერთოდ არ ფასდება
ხო, მე მგონი ანუ სხვა სფეროებში სხვადასხვანაირად, ხო? არის სფეროები, სადაც მეტად ფასდება და თან სხვადასხვანაირი განათლება ფასდება. ხო, ეხლა ჩვენ ხედავთ განვითარების იმ პროცესს, როდესაც მაგალითად ტექნოლოგიურ სფეროებში უკვე საერთოდ არ ფასდება და ეხლა სადღაც თუ მოხდი ჰაი დონის იმაში რა ვიცი, აი მე მაგალითად სადმე რომ მიდივარ ხოლმე პატივს ვცემენ, რაღაც განათლება მაქვს და აი ჯერ არ ვთქვათ რომ აუ ამას ზედმეტი განათლება აქვს და თავი დაგვანებოს. სადაც გამოვაჩინე ჩემი განათლება, იქ ცოტა ვერ არის მითხრეს და ეგეც არის. ჩემი ცოტა ნუ ხა სხვა რამეა, როდესაც პრეზიდენტად ირჩევა ადამიანს, რომელსაც განათლების ანუ ფორმალური განათლება არ აქვს. ხო, ნუ იქ ხო, ხალხს უჩნდება ხოლმე კითხვა. არ ვიცი, მე ვთვლი რომ ბანალურ საზოგადოებას არ ჭირდება განათლება. როგორც ომავე ხოლმე იმას ზემეთ სერიალებზე აღდიხარ, მე ასეთ ხალხს ვეძავ. მაგრამ მე ბანალურ საზოგადოებას როცა ვიყავი და როცა პრობლემა იქნება, უნდა რომ განათლება არ პროფესიონალი. კი, რა თქმა უნდა, რაღაც მომენტში ბანალურ საზოგადოებას და კარგად ინფორმირებულები არიან საკმაოდ ჩვენზე უკეთესად. ხო, ეხლა როგორც ომავე ხოლმე რომელი საზოგადოება უფრო მეტ პატივს სცემს განათლებას, ხო? ხანდახან, ნუ გარდა იმისა, რომ გამოკითხვები შეგვიძლია ჩავატაროთ და ვკითხოთ რა ღირებულება აქვს განათლებას, გარდა იმისა, რომ გამოკითხვები შეიძლება ჩავატაროთ და ვნახოთ უბრალოდ მართლა სცემენ თუ არა პატივს, შეიძლება ასევე ვნახოთ ხოლმე არის თუ არა სოციალური მობილობა. აი სოციალური მობილობა რა არის, რომ თუ ჩემ მშობლებს არ ქონდათ განათლება და მე მივახციე უფრო რა ვიცი, მაღალ სოციალურ სტატუსს მიუხედავად ამისა, ეს ნიშნავს, რომ მე რაღაცა ესე იგი რაღაც ტიპის სოციალური ჯგუფიდან გადავედი სხვა ტიპის სოციალურ ჯგუფში განათლების გავლით. თუ განათლება ამაში დამეხმარა. თუ განათლება არაფერ შუაში არ არის, ხო, აი სხვა საზოგადოებაში შეიძლება რა ვიცი, შემთხვევითობაზე იყოს ეს, ხო, ეს დამოკიდებული, ან არის საზოგადოებები, სადაც წარმომავლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მაგალითად, ფეოდალურ საზოგადოებებში ესე იყო, ხო, მე თუ ვიყავი თავადის შვილი, მაშინ მეტი შანსი მქონდა, რომ ყოფილიყავი მაღალი ფენის წარმომადგენელი, მეტი შემოსავალი მქონოდა და განათლება ჩემი იქნებოდა სხვანაირი. აი მაგალითად, ფეოდალურ სამყაროში ფეოდალების განათლების მიზანი ძირითადად იყო, რომ ესწავლებინათ ქონების მართვა და ესწავლებინათ თავისუფალი დროის გატარების უნარები, ან შესაძლებლობები. ხო, ანუ კლასიკურ განათლებას რასაც ვეძახით ხოლმე, რომ და ხანდახან როცა მისდირიან ხოლმე, რომ აი რა ცუდია, რომ კლასიკური განათლება არ აქვს ადამიანებს, კლასიკურ განათლებაში ძირითადად ეს იგულისხმება, რომ შენ იცოდე ისეთი ტექსტები, ანუ კონდეს ცნობა ისეთ ლიტერატურაზე, ან რა ვიცი, ისეთი ენები იცოდე, რომლებიც ან ისტორიასთან რაც გვაკავშირებს, ხო, ეს პროცესზე აღკვეთილი წარწერა თუნდაც ნებისმიერი ადამიანისგან, ვის ცხოვრებაშიც ის მომენტი არის, ხო, ანუ დაწერდა თუ არ დაწერდა, მნიშვნელობა ის მომენტი არის. ხო, ანუ სხვაებს ხო არისტოკრატიის გარდა, ხო, ძირითადად კალიგრაფიაზე ან რაღაც პროცესში რევოლუციონური აზროვნება შემიძლია. კი, მაგრამ ანუ ჩვენ რო წარმოიდგინოთ როგორი იყო თანამედროვე სახელმწიფომდე არსებული საზოგადოებები, იყვნენ ადამიანები, რომლებიც აი მაგალითად ევროპულ შუა საუკუნეებში საზოგადოება იყოფოდა სამ ნაწილად. ესე იგი, იყვნენ ისინი, ვინც შრომობდნენ, ისინი, ვინც ლოცულობდნენ და ისინი, ვინც ომობდნენ. და მან სხვა განათლება ჰქონდათ. ხო, ანუ ის, ვინც შრომობდა, ის იღებდა პრაქტიკულ განათლებას. ანუ შენ უნდა იცოდე მაგალითად როგორ მოვარო ცხოველებს, ან როგორ უნდა ააშენო შენობა, ან რა ვიცი, როგორ უნდა დაწერო, როცა დაგავალებენ რომ უნდა დაწერო. მაგრამ ის, ვინც ლოცულობს, ან ის, ვინც არის არისტოკრატიის წევრი, ხო? ანუ ის, ვინც მართავს. ესე იგი, მათ უნდა ქონდეთ სხვა ტიპის განათლება, ხო? ანუ რა ვიცი, ითვლებოდა რომ მათ უნდა ქონდეთ უფრო მაღალი ღირებულებები, მათ უნდა იცოდნენ კლასიკური ლიტერატურა, ანუ მათ უნდა იცოდნენ ვინ იყო, რა ვიცი, ჰომეროსი და მათ უნდა იცოდნენ რაღაცა ოდისეა და ილიადა, მაგრამ ჩვეულებრივ შრომელს არ ჭირდება ამის წოდნა. დღევანდელი განათლება სხვა არის. დღევანდელ განათლებაში ჩვენ ვუყურებთ რომ ის უნდა იყოს საყოველთაო.
ყველა ადამიანს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, რომ გამოვიდეს თავისი მდგომარეობიდან და თუ ის არ არის პრივილეგირებული ჯგუფიდან, გადავიდეს პრივილეგირებულ ჯგუფში ამ განათლების გავლით. და თუ ეს არ ხდება, აი მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეპოტიზმი ან კიდე სხვა რაღაც, კიდე ხო, რაც ძალიან დაბალი ზომის პედაგოგები არის. ელემენტარული რაღაცები. აი ოქროთისა ინის ფარდა რა არის მაგალითად არ გაეძლო. არა, თუ ელემენტარული რაღაცები. ნუ მე მგონი ასეთი პედაგოგის ვიშვება ბავშვებთან არ შეიძლება. ხო, მაშინ ისახება რა ზუსტად ეს ბავშვი მე 3-4 წლის ბავშვი და ხო, ნუ ცივიომი ნაკლებად ჭირდება თუ იმ ბავშვებს, მაგრამ ცივიომის შესახებ ნაკლებად ჭირდება რკინის ფარდის შესახებ, მაგრამ ხო, არა, კარგად უნდა იცოდეს თავისი საქმე, ხო, მაგალითად ბავშვებს რო ასწავლოს თამაში, განვითარებაზე, იმოქმედოს, წესები ასწავლოს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, კი. საუბრისას როდესაც მაღალი არის მაჩვენებელი ქალაქში სკოლადამთავრება მოხსენებისას საუბრობდი, რამდენად მაღალი არის მაჩვენებელი ქალაქების სკოლადამთავრებულების სოფელში განათლება მიღებულ ბავშვებთან შედარებით, ხო? და ასევე ახსენებდი იმას, რამდენად დაბალი არის ალბათობა, რომ როდესაც მშობლებს არ აქვთ უმაღლესი განათლება, ბავშვები იყვნენ ამ განათლების საფეხურზე. და ეს ასე არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებშიც, ხო? და სტრატეგიულ დონეზე რაში არის ხსნა იმისა, რომ სოციალური მობილობის ალბათობა კიდევ უფრო მაღალი იყოს იმ ექსპერიმენტულ მიდგომაში და სივრცის დემოკრატიულობაში, რაც ახსენე თუ რაიმე სხვა. და მეორე კითხვაც მაქვს, რომ გასაგებია, რომ ალბათ უფრო მეტად მასშტაბური რომ იყოს გავლენა ცენტრალურ დონეზე ცვლილებები და რეფორმები იქნებოდა საუკეთესო, მაგრამ ვიდრე ვთქვათ ამის შესაძლებლობა არ არის, ფრაგმენტული ინტერვენციისთვის საუკეთესო ძალისხმევა რა შეიძლება იყოს, რომ კიდევ უფრო დემოკრატიული გახდეს საგანმანათლებლო პროცესი და სოციალური მობილობის ხარისხი გაიზარდოს. ხო, ანუ ძალიან საინტერესო კითხვაა, ხო? ეს სოციალური უთანასწორობა, რომელიც იწვევს განათლების უთანასწორობასაც, ხომ სხვა ქვეყნებშიც არსებობს. და მაშინ რატომ უნდა ვინერვიულოთ საერთოდ შეიძლება ესეთი კითხვაც დაასვათ ამას. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ქვეყნები, მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებში ან ნორდიკულ ქვეყნებში, მაგალითად ფინეთში ძალიან მცირეა განსხვავება, თქვათ, ქალაქის და ქალაქის გარეთ არსებული სკოლის მოსწავლეების შედეგებს შორის. ასევე მცირე, მაგალითად ესტონეთში. ანუ მხოლოდ რაღაცა დასავლეთის კაპიტალიზმში არ ხდება ესეთი რაღაცები. მაგრამ ბევრად უფრო დიდია მაგალითად გერმანიაში ეს განსხვავება. და საბოლოო ჯამში არის პოლიტიკური იდეოლოგიების საკითხი, ანუ რა გვირჩევნია ჩვენ, რომ განათლებას თუ შეხედავ როგორც საწყის რაღაც შესაძლებლობას, რომ საკუთარი ცხოვრება ააწყოს ადამიანმა, და თუ ჩათვლი რომ ყველას უნდა კონდეს რაღაც სასტარტო მინიმალური პირობები იმისთვის რომ ნებისმიერ რამეს ირჩევდეს თავის ცხოვრებაში, ხო? აი მაგალითად განათლება უნდა მიცეს ადამიანს რომ აღმოაჩინოს თავისი მისწრაფებები და მე ამ მისწრაფებებს გაყვეს, ხო? ანუ ის მხოლოდ რაღაც კონკრეტულ ჯგუფს არ უნდა შეეძლოს ამის გაკეთება. თუ ესე იგი მიზნად აიღებ რომ ყველას კონდეს ესეთი შესაძლებლობა, მაშინ იქნება უფრო ფინეთის მსგავსი ქვეყანა. თუ იტყვი რომ ესე იგი საზოგადოებაში მთავარია არსებობდეს კონკურენცია, იმიტომ რომ კონკურენცია არის ის რაც განაპირობებს მერე ამ საზოგადოების განვითარებას და მას ეძახიან ხოლმე მერიტოკრატიას, ხო რომ მაგალითად ვინც მეც იშრომებს, ის მეც მიაღწევს, თუ ამ ღირებულებებს დააფუძნებს შენი საზოგადოების განვითარებას, მაშინ პრობლემა არ არის, რომ ვიღაცა არ სწავლობს. მაგრამ არ სწავლობს კი არა, ვერ სწავლობს, იმიტომ რომ შესაძლებლობა არ აქვს. და საქართველოში რატომ აქვს ეს განსხვავებული შედეგები? ხო, არა მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახების შესაძლებლობები არის განსხვავებული. არამედ იმიტომ რომ სახელმწიფოც ვერ ახერხებს გათანაბრებას იმ შესაძლებლობების, რომელსაც თავაზობს. მაგალითად, მასწავლებლების შედეგების განსხვავდება. სოფლის მასწავლებლები საშუალოდ უარეს შედეგებს აჩვენებენ მასწავლებლების გამოცდებზე, ვიდრე ქალაქის სკოლების მასწავლებლები. ანუ ის ბავშვი სოფლის სკოლაში, სოფელში რომ დაიბადება,
ის განწირულია იმისთვის, რომ უფრო ნაკლები შანსი აქვს, რომ უკეთესი განათლება მიიღოს. ანუ მერე კომპენსირება უნდა გააკეთოს მშობელმა იმ დანაკლისის და ბევრად მეტი ძალისხმევა ჭირდება, ვიდრე დედაქალაქის მშობელს. დედაქალაქის მშობელს შეუძლია სკოლა გამოუცვალოს. ბავშვს და სოფლის სკოლა ხშირად ერთადერთი სკოლაა. იქ და ვერაფერს ვერ შვება, ხო, ანუ კომპენსაცია არ ხდება იმ დანაკლისის. სახელმწიფოს არ აქვს დამატებითი პროგრამები, რომელიც ეთქოდა, რომ მაგალითად შენ სახლში კი არ წახვიდე და იქ ყანის გათოხნაში კი უნდა დაეხმარები შენ მშობელს. ანუ მოდი მე შენ მშობელს მივცემ სუბსიდიას. იმ შემთხვევაში შენ თუ დარჩები დამატებით პროგრამებზე სკოლაში და გაივლი ამ პროგრამას და კიდე სასკოლო კოება გექნება, რომ მშიერი არიჯდე გაკვეთილების მერე სკოლაში. ანუ ესეთ პროგრამები არსებობს. ქვია ხოლმე პირობითი არა მხოლოდ ანუ ქვია პირობითი ფულის გადაცემის პროგრამები. ანუ როდესაც რაღაც პირობებს უყენებ ოჯახს და ის თუ ასრულებს ამ პირობებს, მაშინ აძლევ ფულს. მაგალითად, ბავშვი თუ არ აწევს სკოლას, ეხმარები ოჯახს, იმიტომ რომ ხშირად ოჯახებისთვის ამ ბავშვებს დამატებითი ეკონომიკური შემოსავალი მოაქვთ. ამიტომაც იღებენ უარეს შედეგებს შემდეგ. ან დროზე ადრე ანებებენ განათლებას, რომ დაეხმარონ ოჯახებს. ისე რომ ბევრი ესეთი ინსტრუმენტია, რაც საქართველოში საერთოდ არ გამოიყენება. და რაც შეეხება დემოკრატიულობას, ცხადია, რომ აქ მოქმედებს თავად იმ ხალხის დემოკრატიულობის ხარისხი, ვინც ასწავლის სკოლაში. ანუ მე თუ გონია, რომ მე ვარ ყოველთვის მართალი, იმიტომ რომ ვარ მასწავლებელი, ანუ თუ მაგ ძალაუფლება ყოველთვის მართალი ვარ, მაშინ ცხადია, რომ ეს დემოკრატიული პროცესი ვერ იქნება, ჩემი და ჩემი მოსწავლის ურთიერთობა. აი ხა დღეს შუა დღეზე ვიყავით იმასთან, თეატრალურთან, ჩემი ყოფილი მოსწავლე იყო იქ და ვაცნობდით ერთ ჩვენ მეგობარს. მაშინ სწორედ ამას ვეუბნებოდი, რომ მე როცა მას ვასწავლიდი, ის მასწავლიდა მე მასწავლებლობას და მე ვასწავლიდი მას მოსწავლეობას. ანუ ეს ურთიერთობა ჰქონდა. ამის გარეშე შეუძლებელია და სამწუხაროდ ჩვენთან მასწავლებლების დიდ ნაწილს ჯერ ეს გააზრებული არ აქვს, რომ ეს არის ორხვრივი პროცესი, რომ შენც უნდა სწავლობდე მოსავლისგან. იციან რომ სწავლობენ რაღაცებს მათგან, მაგრამ აღიარება არ უნდათ მოსწავლეებთან და ამის გარეშეც არ გამოდის. პედაგოგების 80% მათემატიკაში ჩაიჭრა გამოცდილება და აქცევენ ასწავლებს. თოლი პრობლემა ნამდვილად. კი, ანუ საგნობრივი ცოდნის პრობლემებიც არის და არ მხოლოდ მათემატიკაში, ფიზიკაში. მათემატიკაში იმდენი არ არის, რამდენიც მაგალითად ფიზიკაშია. მაგრამ ხანდახან თუ დავაკვირდებით კიდე ამ საგნების გამოცდებს, იქ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თვითონ ვინც ტესტებს აკეთებს, მათი სტერეოტიპებიც განსაზღვრავს ხოლმე ამ შედეგებს. მაგალითად, ქიმიის ჯგუფს გამოცდების ცენტრში ნაკლები მოთხოვნები აქვს მასწავლებლების მიმართ, ვიდრე ფიზიკის ჯგუფს. იმიტომ რომ ფიზიკის ჯგუფს გონია, რომ მასწავლებლებმა ბევრად უფრო რთული რაღაცები უნდა იცოდნენ ფიზიკაში. ისე რომ ეს განსხვავებებიც მოქმედებს. თუმცა მე თვითონ შევხედრილ ვარ მასწავლებლებს ესე იგი, თავის დროს დაწყებითი საფეხური იყო 4 კლასი. მე რაღაც მომენტში გადავაკეთეთ 6 კლასად. და მასწავლებლებს მაშინ მოუწიათ, რომ 6 ანუ მე-6 კლასის მათემატიკა უნდა ჩაებარებინათ. და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების ჯგუფს ხვდებოდი, სადაც სერიოზული პროტესტი იყო. მასწავლებლები ამბობდნენ, რომ ჩვენო მე-4 კლასამდე ვასწავლეთ მათემატიკას. და მე-5 და მე-6 კლასის მათემატიკას ვერ ჩავაბარებთ და მოხდით, რომ მოსწავლეები თუ სწავლობენ, გარკვეულწილად თქვენც ისწავლით. და ამაზე იყო ბრძოლა, რომ არა, როგორ გთხოვთ ახლა ისეთ რაღაცას, რაც ჩვენ არ ვიცით. ეს პრობლემა არის ხო, მაგრამ მე მგონი რომ გარდაუვალი პრობლემა არ არის და ამის გადალახვაც შეგვიძლია. საინტერესო ერთ რამეს საინტერესო იქნებოდა იმედის მაყურებელს ჩაგვენდა რა რაღაცა ეს. თუ იციან deep state წარმოქმნა თქვათ რა და უკუღმარო კი ხოთ აი კობახიძემ ასე თქვა მაშინვე დაგეთანხმები ანუ წარმოქმნა რა რაზეა საუბარი შეიძლება ჯერ საერთოდ რა არის ეს კაცმა არის და აი აქედან გამოჩნდება ამ უჩევის განათლება ხო შეიძლება ვერ თქვან მაგრამ შეიძლება თქვან ის რასაც პროპაგანდა ეუბნება არა ვერც ერთი ვერ გაიმეორებენ იმას რაც იმედი ეუბნება მეზობელი რომელსაც გონია ნათელაშვილი რჩეულიშვილი
და გოდერო ის ცოცხალია და ასე შემოხატა გეფიცები ჩემს შვილს და კალაძე საერთოდ არის წმინდანი აი დავიფიცები აგერ ეკლესია აი ასეთი ამორჩეველი უამრავია მას ძალიან საინტერესოა ხო კი მართლა რჩეული შვილი ცოცხალი თუ შეკითხვები აღარ არის დიდი მადლობა საინტერესო დისკუსიისთვის შევხვდებით საერთოდ მადლობა თქვენს ძალიან მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენი საფეხბურთო აუდიტორია დაგმოხმოვეთ გამოყვებით Instagram-ზე და ჩვენ არ გავჩერდებით ძალიან გვესმის ყველას რომ გადავიღალეთ პროტესტის ღელვარება პროტესტის სიმძიმე უკვე ყოველდღიურად იქ სახსევს მაგრამ ყოველდღე ჩვენ ერთმანეთს ვტირდებით რომ არ გავჩერდებით სანამ შედეგი არ დაგვდება. ხოლმე მადლობა ყურადღებისთვის.